როგორც მოკლედ დრუნჩიანი დათვი იყო შესაძლებელი იქნებოდა ხის შუბით, მაგრამ ადამიანები მას მაინც გადაურჩნენ. რა თქმა უნდა, რაღაც დროის შემდეგ, როცა ადამიანები განვითარდა ეს ტექნოლოგიაც, განვითარდა იარაღების და მოკლედ შეეძლოთ უკვე ასეთი არსებების მოვლა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაგალითად დათვთან შედარებით დინოზავრისთვის კონკურენციის გაწევა ბევრად უფრო რთულია. აქედან გამომდინარე, ადამიანებს ტერორში ცხოვრება უფრო დიდი ხნის განმავლობაში მოუწევდათ. ეს მათ განვითარებას ცალსახად შეაფერხებდა. აი, რამდენად დიდი იქნებოდა ეს შეფერხება, ესაა საკითხავი. ამის ვარაუდი ძალიან რთულია და თქვენი აზრებიც მაინტერესებს კომენტარებში. ისეთივე განვითარებულები ვიქნებოდით როგორც დღეს ვართ თუ უბრალოდ მაიმუნებით ვიცხოვრობდით დღეში. პირადად ჩემი აზრით სადღაც შუაში, რადგან ვიმედოვნებ, რომ დინოზავრები რაღაცით მაინც გადაშენდებოდნენ, მაგრამ მათი გახანძლებული ყოფა ამ პლანეტაზე მაინც შეაფერხებდა ადამიანის განვითარებას. როგორც ვახსენეთ, დინოზავრები ასეთ პირობებში მხოლოდ მაშინ გადაშენდებოდნენ, თუ ნახევარი ეკოსისტემა გადაშენდებოდა. თეორიულად მსგავსი რამ რომ მოხდარიყო, ვფიქრობ, რომ ადამიანები მაინც გადარჩებოდნენ, რადგან დინოზავრების უმეტესობისთვის საკმარისად დიდი მსხვერპლი არ იყვნენ. ამით ჩვენ დღევანდელი ვიდეო დასასრულს მივუახლოვ და თუ მოგეწონათ ის თხოვთ, რომ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი, ასევე მსგავსი ტიპის ვიდეო პირველია შემართ და კომენტარებში თქვენი აზრი აუცილებლად მაინტერესებს. ტრადიციულად ვიდეოს იდეების თუ გაქვთ, მაგასაც ველოდები. მომავალ შეხვედრამდე.